ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. დღეს დავაბრუნეთ ჩვენი გაიცანით რუბრიკა და ჩვენი სტუმრები არიან დაძმა საცერაძეები, ალბათ ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობი, განსაკუთრებით ბოლო დრაგის პერიოდში, ალბათ ყველამ გაგიცნოთ, იმიტომ რომ ჯერ იყო და აი ჩემთვისაც რა პირველად თვალში რომ მომხვდით, იყო ის წითელი კორვეტით რომ შემოხვედით ტრეკზე უკან ZX-ი და მეთქი, всё, ეს ვინა, ეს ამასთან უნდა ვიძმაკაცო, მეთქი ეგრე ვიყავი და ყურადღები მიიქციეთ რა ეგრევე და ნუ მერე ის შენი დრაგზე დასტარტვის მომენტი და всё, უკვე ყველამ ვიცოდით ვინ იყო, როგორ რანაირად და ინტერესაც იწევდა რა. თვითონ იქ ტრეკზეც და ნუ ჩემშიც ძალიან ისეთი ინტერესი გამოიწვია რომ აი დღეს აქ ხართ რა და მოგესალმებით პირველ რიგში. ერთი-ორი სიტყვით თქვენით რო გითხრათ თქვენ თავზე ვინ ხართ, რა საქმიანობთ, როგორ მოხვედით საერთოდ აქამდე მოტოსპორტში, მოტოსფეროში და მე უკვე შევყვებით. მოგესალმებით, მე ვარ მარკ საცერაძე. ნუ მეგობრები ქართულად მარკო თი მომართავენ. დედა მყავს უკრაინელი, მამა ქართველი, მაგიტომ ეგეთი სახელი. ნუ ჩემი და ელზა საცერაძე. მოტოსფეროში ვარ 2014 წლიდან. ძალიან დაუგეგმავად მოხდი, ასე რომ ვთქვათ, მოტოსამყაროში. ნუ ბავშვობიდან ველოსიპედს მართავ. და არც არავინ მყავდა, ასე რომ ვთქვათ, ირგვლივ, ვისაც რაღაც მოტოსთან შეღება ჰქონდა, სადაც ცხოვრობ. და ის გეიმერი ვიყავი, ასე რომ ბავშვობაში კომპიუტერთან ჩამჯდარი რაღაც. და ის შევთხოვით რაღაც გუგლში ამომიგდო, ასე ვთქვათ, მოტოს რაღაც საიტი რა, ეს Subitoid იყო იტალიური საიტი. რაღაც დავიწყე მოტოს თვალიერება, რა შევყევი რა. და ისეთი ცოტა მისაღები ფასები იყო, სადაც 900, 1000 евро და 1200 евро. ეგრევე გულს მოხვდა ხო? ასეთი ლამაზი მოტოები და მაშინ ტექნიკური მხარე საერთოდ არ მესმოდა. აი პროსა თვალი რას მომეწონა, ეს იყო თავიდან Kawasaki იყო, Ninja ZR600 იყო მგონი 2000 წლიანი. ან ZX6 და მაინც აი YouTube-ზე გადავამოწმე რაღაც შედარებით მაინც სწრაფი არის დამწყებისთვის 600-იანი და მეტი რჩევები იყო რომ რა შეიძლება დაბაზრავიანით დაიწყო მართვა და აი ჩამოვყევი ასე ვთქვათ სკროლვით და წავასწრი აპრილი 125-ს ეს იყო 2009 წლიანი ლამაზი იყო ძალიან ვიზუალურად აი 600-იანი გამოიყენებოდა აი პლასმასებში შებუთული და გადავწყვიტე ამ მოტოს ჩამოყვანა აღმოჩნდა ეს მოტოციკლეტი ორტაქტიანი ძრავით, ანუ ქართლაში არ ვიყავი საერთოდ აი ტექნიკურ ხარჯში. და რო ჩამოვიდა ეგ მოტო 5 დღეში დავსტუკე. მოახერხე. რა ვიცი, აიქედა დაიწყო ჩემი ტექნიკური მხრის გაცნობა. შევსო რომ დაიწყე ჩალენჯი ხო? ჩალენჯი, რაღაც შეხიკინი ასე რომ ვთქვათ. და როა ვაწყვე, ამკად გაგავიარე კიდე დაისტუკა. მერე კიდე ავაწყვე, კიდე დაისტუკა რა. სხვათა შორის ძალიან გასაკვირია, რომ მაგის მერე კიდე გადაწყვიტე, რომ მოტოციკლეტი გქოლოდა რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგ დროს ალბათ всё გადააგდებდა რა. რა სიამოვნებასაც მანიჭებდა, აი როცა დადიოდა, აი მართლა რაღაც აუწერელი იყო. და საერთოდ არ მოხსენებია კომპიუტერი, რაც მოტო ვიყიდე, აი ვაფშე დავივიწყე რა, ყველაფერი, აი დილას ვიღვიძებდი, გარანში შედიოდი, საღამოს რა ვიღამებ და მეგობრებთან ერთად ვიყავი, რავი, ასე ვთქვათ, მოტო ბირჟაზე რა. მაგის შემდეგ 2 თუ 3 დღის მერე კი, მაგ მოტოთი ერთად ვთნაკატაები და მაშინაც ამოეწუნა ჩემდას. და იქიდან დაიწყო? მოტოსფეროში მანდიდან დაიწყო. ხო, ანუ მე ცოტა მერე ველოდი, მეთქი ალბათ თავიდან რაღაცა ცოტა სკეპტიკურად იქნებოდა განწყობილი, მაგრამ არა, პირველი მოტო იყო მარკოსთვის, მითხრა რომ ვიყიდე, ნუ ვიცოდი რომ იყიდა, ეხლა მე საერთოდ არ ვერყავდი ამაში და უბრალოდ მითხრა რომ მინდა რომ გაჩვენო და ვიკატავოთ ერთ-ერთს და მე რა თქმა უნდა თავგადასავლების მოყვარული ვარ, ძალიან ექსტრემისტა ყოველთვის და ამიტომ გადაწყვიტე რომ მოდი კარგი მეთქი. თებერვალი იყო ზამთარი, მომისვა უკან და წავედით საკატაოს და ერთად ვიკატავ დაახლოებით 2 საათი და რო ჩამოვედი მოტოდან ვიცოდი რომ ეს იყო უკვე ჩემი რაღაც და ეს იყო ჩემი ტრანსპორტი, ერთად სამომავლოდ ვაპირებდი დაკავებას. დავიწყე 21 წელს, 2021 წელს გაზაფხულზე ვიყიდა პირველი მოტოციკლი, ჩემი იყო Ninja 300 და აჯობე ხო? მინდროს არ იყო გამოგონილი მაშინ. საერთოდ მარკო მასწავლი დატარებას. მაშინ ძალიან ცოტა გოგო იყო, მართვის მოწყობაზეც რომ მივედი ჩასაბარებლად. პირველი კატეგორია იყო ჩემთვის A კატეგორია და გამოსვლაზე შემოშვეს B კატეგორიაზე, იმიტომ რომ ვერ წარმოვედგინათ, რომ გოგო A კატეგორიაზე ვაბარებდი ნულიდან. ხელები ნუგა ბოლომდე გაშვილი, ოდნა მოხარე. მაგ დროს მოუმატე გას. ეს ტრაექტორიას ნავიგაციო ყურადღება. სანამ 10-ში არ გავიდით და დაუდებდათ არ წავართ. ანუ ისეთი რაღაცა ეხა
მე რო ალბათ დამყავდეს და მითხრას რომ მოტოციკლეტის ძალიან დავიწყო მოტო მინდაო მიუხედავად იმისა რომ მანქანის პრავა არა და ქალაქში არ მართავდა მანქანა საერთოდ ხო მით უმეტეს რომ მანქანა ვერ ხედავს ძალიან აი უნებლიეთას ხო ძალიან ბევრი გიჭრის გზას იმიტომ რომ ვერ ხედავს თორე ძალიან თქვა დაგამტვს ახლა ხო და ძალიან ისეთი ვიყავი რა კატეგორიად გვარზე ვიყავი მაგრამ დამიყოლია რაღაც და მაინც ვიყიდეთ რა ეხლა რო ვიწყებდე ტარებას მანქანიდან დავიწყებდი და მე გადავიდოდი მოტოზე აი ამ მოტო მოყვარულობიდან რა იყო ის ბიძგი რამაც გითხრა რომ всё მოტო მოყვარული აღარ უნდა იყო და ეხლა უნდა ჩაება რაღაც სპორტში და რაღაც სხვანაირად უნდა ჩაერთო ამ მოტოციკლეტის სიყვარულში რა სხვა ერთადერთს დავამატებდი სხვათა შორის ხო ძალიან ბევრჯერ დამესტუკა ეძრავი და ძალიან ვიწვალე მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ რომ ამ მოტოციკლით დავიწყე 125 არით ну ერთი ნუ ტექნიკური მხარე ხომ ასწავლა ასე რომ ვთქვა რა რაღაც ბაზა შემომივიდა რა ის ცოდნის და მეორე კიდე ძალიან ბევრი შესვლა მაპატია ну მოტოციკლეტზე ჯამში ვარ 4ჯერ არა 5ჯერ უნებლიეთ ასე რომ ვთქვა წაქცეული ძალის საბჯერ უნებლიეთ ისე გამოყავი რომ ანუ ძალითაც წაიქეცი ხო ძალით 4ჯერ დაო გამირეკა ნუ ახლობელმა და შეუმთავაზა ეგეთი რაღაც რომ მაშინ თბილისში ვიყავი 3 თვე აქ ვსწავლობდი ნუ ვარჯიშობდი ფიტნესზე და ფიტნეს ინსტრუქტორობას ვსწავლობდი რომ რაღაც ჩემი ცოდნა განარღვევები ამ სფეროში და დამირეკეს და მითხრეს რომ რუსთავში რაღაც ფილმის გადაღება უცხოელები იღებდნენ ამ ფილმს და ჭირდებოდა კასკადიორი რომელიც რაღაც ტრიუკში ასრულებდა მოტოციკლეტზე და თავიდან ისეთი არაფერია просто უნდა წაიქცეო რაღაც ნელაო და ანუ მაშინ უკვე დამუღამებული ქონდა წაქცევა თუ კი მაშინ უკვე ეს ვიდეოზე ჩაგიტანე როგორ წაქცევა გადატანილი ну რაღაცა დამუღებული ქონდა როგორ უნდა წაიქცე და აი ძალიან ბევრი ქრეშების ვიდეოებს უყურებდი YouTube-ზე ზოგადად რომ ჩემი თავისთვის ამეცილებინა ესეთი რაღაც ავარიული სიტუაცია ხო და ძალიან ბევრი ქრეშის ვიდეოები ხდებოდა რა და ძირითადად ანუ წაქცევისას უნდა გადაკოტრიად უნდა შეეცადო რომ ინერცია დაკარგო ბრუნვაში რა მარტო ცალი მხარე რო არ გაგეციტოს დასადგმელი იყო ეს წაქცევის სცენა დაახლოებით 60 უნდა გავცურებულიყავი ასე რომ ვთქვათ ну იქ გზაზე ცოტა მოხრეშე რომ წინა ტორმოზი გადავწყვიტე მაინც ჩაცურება რომ მოტო ჩემგან მომეცილებინა რომ მოტოს ქვეშ არ მოყოლოდი რა ხო ხო, ну ეკიპირება რაც ქონდა, ეს იყო რაღაც პოლიციელის ეკიპირება იყო, ჩვეულების სპეცრაზის, მაგრამ იმის შიგნით ჩავიცი მოტოს ეკიპირება, კომბინეზონი, ასე რომ ვთქვათ. და ძალიან მაგრად შევასრულე ეს ტრიუკი. თავიდან ფიქრობდი რომ რაღაც დაემართა, იმიტომ რომ როცა ვიკეთე როლში იყავი ხო? როლში შევიჭერი ზუსტად, აი რო ხო წავიკეთე, მეთქი კადრი არ გამაბუჭო და არ მიწრეოდი 10-15 წამი რა და ტიპები მოვარდე და რაღაც მეთქი რამე ხუანჩის ხო, მეთქი არა გადაიღეთ. რა, ანუ შეთოს დავაწმეროთ შემიძლია ამის გაკეთება და შევძლებთ. შენ იცოდი ეგ ამბავი? კი, ვიცოდი და ძალიან ნერვიულობდი. მე როგორ გავუშვი? სხვადასხვის გავუშვი. აღარ ძალიან ნერვიულობდი. იმიტომ რომ ანუ საშიშია რა მაინც ახლა მე არ მქონდა მაშინ არ ვატარებდი მოტოს, მაგრამ ვიცოდი რომ საკმაოდ საფრიფათოა და სხვადასხვის მოხდა იტკინა და მე სახში ხო, ცოტათი მეოთხე დუბლზე უკვე რაც საფინო დუბლი იყო რა, ანუ სხვა დუბლებს ვიღებდით. 4ჯერ წაიქეცი მაგ? ხო, ანუ პირველი 2 დუბლი, არა, ერთი დუბლი გამოვიდა. კიდევ კარგი ის გამოვიდა ტრიუკი თვითონ რომ ფილმის ტრეილერშიც კი ამის კადრი იყო გამოყენებული. ესე იგი მოყვარულიდან უცბად რაღაც ხელობა ისწავლე მე კასკადიორიც ყველაფერი მივაწეა მოტო. ახლა უკვე ჩაები სპორტში რა. აი ამ სპორტში ჩაბმასთანაც რო ვთქვათ რა 1-2 სიტყვით, 1-2 სიტყვით არა, კარგად ვილაპარაკოთ ამაზე, იმიტომ რომ როგორც ვიცი ახალ დაწყებული გაქვს სპორტის მხრივ, ხო? პირველი ოფიციალური დრაგი იყო ივნისს 2024-ში რაც ჩატარდა პირველი ეტაპი. მანამდე აი ვაპირებდი დრაგში გამოსვლას, მაგრამ ისე ეძრებოდა დრო რომ მაგ დროს ან მოტო არ მყავდა, ან გაყიდული იყო ჩემი ბაიგი და სხვას ველოდებოდი, ან სხვა უნდა მეყიდა და ნუ მოტოს გარეშე ვიყავი რა. და ამ დრაგზე ძალიან მემზადებოდი, ანუ მოტოს მოხდვის თემაში რა. ახლა კიდევ უფრო მომზადებული ყავს, მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციას ვეძებ ინტერნეტში, ბევრს ამერიკულ ბლოგებს ვუსმენ რაღაც მოტოს თემაზე, აი პერფორმანსის თემაში რა, ვისაც დინო აქვს და რაღაც ატუნინგებს ბაიკებს და ну ჩემი ხელით რაღაც ვცდილობ რომ ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთო. პირველმა ეტაპმა ჩაიარა, პირველმა სტარტმა ჩაიარა ძალიან დაძაბულად, იმიტომ რომ ფარ სტარტი მქონდა 2 თან და ვინ შეხვდა, იმაში გამიმართა რომ ვინ შეხვდა, იმასაც 2 ფარ სტარტი მქონდა რა.
და ასე ვთქვათ 0-0 ქონდა, იმიტომ რომ შუქნიშანი არის ძალიან რთული შესაძლებელი. აი გონია რომ ახლანითება წვანე და მაინც ყვითელზე გიწევს დაძრო და კიდე შენი კონკურენტი ვისა რო აღმოილებს რა ბაიქს გონია რომ გამიხტაო რა რაღაც ფსიქოლოგიურად და შენს გეშვება რა და ნუ იმასაც ანალოგიურად. ისე მივედი ფინალამდე რომ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო ჩემი კონკურენტი, აი ვინ მიდგებოდა. გადმოვედით ახლა გადმოვინაცვლეთ სტუდიურ ფორმატს დაუბრუნდით, იმიტომ რომ გარეთ ძალიან ჩამოგვაღამდა. აქედან გავაგრძელებთ ასე რომ არ შეიმჩნიოთ არაფერი დარჩით ისევ აქ. აი დრაგის მეორე ეტაპზე ვსაუბრობდით ზუსტად რა და აი გავაგრძელოთ სადღაც აი მაქიდან რა მოხდა თავიდან რომ მოვყვეთ. ძალიან საინტერესოა, ასე რომ ჩავიწერეთ, მაგრამ დააღწია ჩვენ არ ჩადით ყვაისკოდა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, უფრო ძალიან მემზადებოდი, იმიტომ რომ გადამწყვეტი იყო, ანუ ეტაპში რა, ასე ვთქვათ, პირველი ეტაპი მოვიგე, მაგრამ მეორე ეტაპზე მინიმუმ მეორეს უნდა გასულიყავი, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ლიდერობიდან ჩამოსულიყავი რა. ვემზადებოდი ძალიან, ერთი პრობლემა რაც შევიქნა იყო საბურავი ვერ ვიშოვე მაშინ. ნუ ფინანსურად ისე ვიყავი უკვე ამ მოტოზე ხარჯებში, რომ მათ რა 1000-ს ვერ გადავიხდით საბურავში რა. და ვცდილობდი რომ რაღაც მეორადი იყო ნახევრად სლიკი მეპოვნა, ანუ ჩვეულებრივი სლიკი მაინც ყოფილიყო. და იყო დეფიციტი, არავის არ გქონდა მაშინ. და მადლობა მიხანაშვილს, გიორგის გაუმეხმაურა, მაჩუკა თავისი საბურავი, დიაბლო როსო, რითაც ტრეკზე დადის და შევძელი გამოსვლა და ასპარეზობა. ღამის 2 საათზე მოვჭი მოკლედ მოტოს აწყობას. რა თქმა უნდა ვერ გავტესტე ვერანაირად, იმიტომ რომ წვიმა იყო გარეთ. გადავწყვეტ რომ ღამეს წამოსულიყავით, რომ ცოტათი დაგვეძინა რა 1-3 საათი მაინც. ნუ ჩამოვედით ღამეს, ნუ ღამეს რა 7 საათზე დავიძინეთ საანახევარი ალბათ. არ ვიცი, შეიძლება არც მეძინა, იმიტომ რომ როცა ფიქრობ აი შეჯიბზე რაღაც ვერ ვდრეჟები და ხო რაღაც ხელვა გაქვს რა და ვერ ვიძინებ რა მაგ დროს. და ნუ დილეს 10:30-ზე გამოვედით, ვიცით რომ 10-ზე იწყება რეგლამენტი, 10:12-მდე რეგლამენტია და დავაკეთეთ რუსთავში წასვლა. სანამ წავედით რუსთავში, გადავწყვეტეთ თბილისში მოტოს გარეცხვა და შევედით სამრეცხაოში და აღმოაჩინე რომ გასაღები მოტოციკლეთის დამშა ქუთაისში. აი პროსტა გამახსენდა მეთქი აი რომელი შავლითაც ვამზადებდი მოტოს ასე ვთქვა სამუშაო შარვალი რა იმის ჯიბეში მე და გასაღები და ჩვევა მაგ ესეთ მოტოში ავტოვებ გასაღებს არასდროს რა და აი ინფარქტი გინაღა მივიღე თხოვე მე ჩემს მეგობარს ბექას მეთქი ბექა გთხოვ რა იქნება მეთქი ასეთი პრობლემა აქვს რაღაც ხო და თან კვირაობით ისვენებს და მადლობა ბექა რომ მე ჩემდას ვინათხოვე მოტოციკლს თქო და შეხვდები სამე გზაში თქო რა და მოვიდით ისე რომ გორში უნდა შეხვდებით ერთმანეთს ჩამოვედი გორში და ნახულობ ტელეფონზე ჩემდას აქვს ნარეკი ერთი რა ვიცი 50-ში რაბოთ ბექასაც ნარეკი აქვს ურეკა მეთქი რა ხდება ხოშიდობაა თქო და ბექა ცხეთაშია შემოსული უკვე და ტრეკზე მოდიო პირდაპირ საბოლოოდ გამოხოდი დრაგი ხო საი ტრეკზე რომ მივედი ბექა იყო 5 წუთის მოსული ისიც უკვე ავტოდრომზე იყო სანამ დაიწყო ჩემი კლასი მეთქი ცოტათი წავივარჯიშე მაინც იმიტომ რომ ვაფშე დანაჯრომი არ ვიყავი ამ მოტოზე უკვე ის აწყობიზე რა და დავიწყე უკან დასტარტვები რა ამ დაჭიმურ ცხვირზე აი განატარები რაც არ ქონდა ჩათვარე ესე როცა ტრეშოთ გებდა ცხვირი დაჭიმური ამორცაცია საერთოდ არ გაქვს წინ აი ჩათვარე რომ კინელი გაქვს რა წინ მეტი რა და აი ტორმუზი წავარტყი თუ არა 1.50-ს დაახლოებით აი ჩამეკეტა რა წინა საბურავი აი როგორც რუჩი გზამოწე მანქანას რა და გამიცულდა აი მოტო როგორ მოტო ასე რომ ჩამიცულდა მე გადმოვარდი ხა ის აი დავიჭირე რა გამოვარდი მოტოდან და მოტო წამოდგა რაღაც ბარბაცი და გააგრძელა წინ ოკეი სულა და ჩაწვა ხრეში ჩვენთვის ამიტომ იყო ერთი ცალკე რა თქმა უნდა თან არ ვიჩნე მაგრამ იქამდე ისეთები გქონდა ნანახი თან არ ვიჩნე არ მინდა რომ ხალხმა შემამჩნიეს ხოთებ რომ წავიქეცი რაღაცა მეთქი ვითომ არაფერი მოხდა რა და ფეხი გახეხილი მაქვს ხე რაღაც დატყაული მაქვს ნუ გავედი გამოგვაცხადეს და გავედი სტარტის ხაზთან ნუ სტარტის ხაზზე არ მინერვიულია ამიტომ პირველი დრაგი რომ მოვიარე აი 2 ივნის უკვე რაღაც ისე ვიყავი უკვე რა ჩვეულებრივად აი თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი პირველ ეტაპზე და უკვე მეორე კონკურენტი ვინც შეხვდა ყვითელი ბაიკი იყო ჩემნაირი რა ქვია ჩემი მოდელი იმასთან დავდე საქართველოს რეკორდი 412-ში გავიარე 9:09-ში ანუ 10 წამი არ იყო განატეხი მაშინ ოფიციალურად და აი რომ მითხეს რომ რა ქვია 9:09-ში გაიარეო რაღაც ისე თბილად მოხდა გულზე რომ ვაფშე პრობლემები რაღაც დამავის დასავით რა ნახვა ფინალში დოლმაზაშვილი შეხვდი მიშოს
ვიცი რომ მიშო ძლიერი კონკურენტია ძალიან, კაი ბაიკი ყავს, ძალიან კარგი აწყობილი, კარგი დროში დადის ძალიან და პროსტა აი რაღაც ნერვები ან თელი დღე რაღაც რო გადახვდა, ყვითელზე ორი ფარსტადი ქონდა ყვითელზე. და ისეთი წესები ყოფილა, ნუ მე გავიგე რა, არ ვიყავი კარგად გარკვეული რეგლამენტში, ყვითელზე თუ დასტარტე, მაგრამ თუ შეასწარე, ხო, ერთს პატიობენ. რაღაც არის თუ არ გეთქება რა, მაგრამ მეორე ფარსტაძე მე გაგდებული ხარ რა. და ანუ ეს პირველი შევასწარე რა. და მითხეს ფარსტარტზე, ხო, ნუ მეორე ფარსტარტი შევიცვალეთ ადგილები, აქედანაც ფარსტარტი მქონდა. ანუ ისე ვიყავ დაძაბული, ხო, აი ოდნავ გამეშვა ცეპლენიას, აი სულ ოდნავ გადამიგორდა საბურავად, რომ დავინახო, გადამიგორდა მეთქი ფარსტარტია და დავსტარტდა გავაცელე მე სვეჩკათი ვიდეოს მაქვს. ერთი მეოთხეში ჩქარა და ცხრაწეული ვიდეო რა. მეთქი სანახაობას მაინც დავდგავთქო და რომ მოვედი სტარტის ხაზზე, მითხეს რომ კიდე დგებიო და მე მგონია წაგებული რა, ხო ხტები. ანუ ის ფარსტადი, ხო პირველი ფარსტადი არ ჩამithვალეს, რადგან პირველმა გადავკვეთე ფინიშის ხაზი. და მე წაგებული მგონია, მოვედი და კიდე გამომაცხადეს, დადეგი სტარტის ხაზზე თქო და თავი და ვერ მოვწვი, მეთქი რა მოხდა თქო და ანუ ისე ვდგებითო და მეთქი შეიძლება ალბათ მიშოსაც ფარსტადი ქონდა, ხო? და დავდექი და აი ძალიან ისე დაძაბული ვიყავი, მეთქი ახლა ფარსტადი არ ქონდეს ლიჟბის და ამწვანე როაითო გაიქცა მიშო და მე დავსტარტე რა და ვეღარ დავეწია ხოჩი რა. ამ ყველაფერს როგორ ხვდები მე შენ? ხო, იმიტომ რომ იქ ხედავთ ხოლმე ხა ტრეკზე, სადაც მარკია, იქ ეგრევე რაღაც ელზა და ბოდიში დაცვას ესე როწევს. ძალიან მაგრად მეხმარება. ანუ ჩემი და ყოს პირად მენეჯერა და სპოტერია ჩემი პირადი. აი თუ რაღაც დრაგში რაც ხდება, ახლა მე ხო ვერ ვაკონტროლებ ყველაფერს, ახლა ფარსტადი ვინმე საკა არ აქვს რაღაც, ანუ მაქსიმალურად ინფორმაცია რა მჭირდება დრაგზე, ყველაფერს მასპრის და დიდი მადლობელი ვარ ძალიან. ასევე საბურავზე, როცა ახურებს საბურავს, აი რო ეკრობა რაღაც. კი, ეგ კადრები ჩვენ ვიდეოშია სხვათა შორის. ხო, მაინც მოქმედებს, ასე ვთქვათ, გადასაწმენდია რომ თავი და კაი მოჭიდებაში იყოს საბურავი და რა დაბუხსავდეს რა. რაც შეეხება წლევანდელ დრაგს, უფრო ბევრად მაგარი მომზადებული გამოდივარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვისოლს, რადგან გენერალური სპონსორი არის სამივე ეტაპის ჩემი. რას მჭირდებოდა მოტოსფეროში მეხმარება ყველაფერში. სავარაუდოდ ამ დრაგების შემდეგ ჩემი მოტოს გაყიდვა გადავწყვიტე, იმიტომ რომ 1000-ებში მინდა გადასვლა, უკვე დრო არის ძალიან. საბოლოოდ CX-10 RR-ზე ვფიქრობ, პროსტა თუ ჩამივარდა ისეთ მდგომარეობაში, რომ აი აწყობა დრო ღირდეს. ხო, რა თქმა უნდა. მაინც აწყობას ვფიქრობ, სადრაგო და უფრო რაღაც ავტობაზზე რა კონკურენტულარიანი იყოს ისეთი გასაქცევად რა. ხა რას უკვირდები, ეხაც Kawasaki ყავს, კიდე Kawasaki-ს აპირებ, შენი რჩეული მოტოციკლეტის ბრენდი ან თვითონ მოტოციკლეტი რომელია რა? Kawasaki რა. აი ჯამში 9 მოდელი ყავდა მოტოციკლი, პირველი იყო აპრილია, შემდეგ Kawasaki-ები ყავდა, ანუ ბოლო ორი მოტოს წინა ყავდა Suzuki, მაგრამ მაშინ ვაფშე უმოტოდ ვიყავი, რაღაც ლიჟბი მოტო მყოლოდა ხო ხტები, ისე ვიყიდე K5 იყო და სისხლი გამიშრომათ რა, გავყიდე მერე. იმით ვერ ვისიამოვნე, საერთოდ ვერა. მოყვარულები ეხაც. იმაზე სიამოვნება ვერ მივიღე ვერანაირი. ნუ შტომის პოზიციაც და სხვანაირი აქვს, ვერ შევეჩვიე. ხო, აი რატო Kawasaki, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მესმის მე საქართველოში აი არის Kawasaki. აი მე ძალიან მეკომფორტულება შემიძლია, რავი, გზა საკამეს გამიშვა ამერიკამდე რო იყო გზაში მოტოთით წავალ Kawasaki-ით რა. ანუ მეკომფორტულება ჯერ კლიპონებიც ისეა ცოტა გაშლილად რა, რაღაც კომფორტულად გძრობ თავს. და ნუ გამძლეობითაც, რავი, ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია Kawasaki-ს. ჯერ თვალდახოჭურად ვიცი, უკვე ჩემი მოტო შემიძლია თვალები დავხუჭე, ისე დავშოვო და ავაწყო რა. აი თითო ბოლტი უკვე ზეპირადვის სადრა აქვს და ყველაფერი ბოლოში გეხმარება რა. ხო, აი გათვისწობიერებული ვარ ამ ტექნიკაში მთლიანად რა. შენ სხვა რა პირებ ველზა რამეს სპორტის მხრივ სპორტის მხრივ ჩართვას არა, ჩემს მას რაშიც ვეხმარები. ანერვიულე შენი ძმაც როგორ შეგანერვიულებს. არა, სხვათა შორის ვეუბნებოდი, მეთქი გოგუების კლასში გამოდი, აი რომც წააგო, მოიგო, ვაფშე დაიკიდე რა, აი ლიჟბი მოგეხსნას ეს ნერვიულობა, იმიტომ რომ თავიდან როდ გახარ პირველ შეჯიბრზე ხალხი გიყურებს, რაღაც მას ფსიქოლოგიური ზეწოლაა და რაღაც ისეთი მომენტია რა. მე შეჯიბრის ზონაზე ამ წუთას არ მაინტერესებს, მაგრამ აი დასტარტოს ვისწავლიდი უბრალოდ რომ ვიცოდე. როგორ უნდა? ხო, მე დასტარტოს ისწავლი მე. რაღაცას ვიტყვი ახლა. სხვათა შორის აი მიჩიჩინებს, რა ვიცი, 10 იბერულად თქვი ახლა ცოტა. აფია სუეჩკა მასწავლე და მასწავლეო და წავიდა და 10 სუეჩკის გაკვეთილი იყიდა. ჩუმად. იზაღი ჩემთაბათების დღეს უნდა გავსუეჩკო. მაგაზე რაღაც საკემანერვიულებს. დავასპოილერე ეგრევე. კაი, всё, ხალხი ნათქვამია და შედის რაღაც სტიმულია. ნუ ნაყიდი გაქვს. უეჭველი უნდა ისწავლა, ხო იცი? აი, სადაც
შედეგიც უნდა ვნახოთ მე როგორ არა მაინტერესებდა ყოველთვის მინდოდა სწავლა უბრალოდ ვერ მივედი აი შაშანაც ვამბობდი რომ მინდა მეთქი უნდა ვისწავლოს ხო და მარკომ ანუ ხან დემფერი გჭირდება ხან დაწეული როა მოტოხანარი ბავშვი არ დაიწყოს რაღაც ეგეთი ისე ყველაფერი მოყავდა იმისთვის რომ არ დავიწყო და ბოლოს მეთქი ამიწია თქო და ყველაფერი გავაკეთე რომ მოტო მზად იყოს და რა ვიცი ყველა გზა მოგიჭრა იმედია ამ მოტოს არ დავაწყო რას ვიტყვი აი ზუსტად აი საცობში ვერ ვეწევი აი რამდენი წელი 10 წელია მეტი მოტოზე ვზივარ ანუ ქალაქში ისე დამყავს მოტოციკლეტი რომ მაქსიმალურად მანქანას არ შეუქმნა დაბკოლება იმიტომ რომ ნუ პატივისცემა ერთია და მეორე კიდე ვერ მხედავს აი შეიძლება რაღაც მანევრი გააკეთოს ვიცი რომ ვერ მხედავს ის და პროსტა რო არ მოხდა ესე სიტუაციაში საავარიოში აუ ეს გააჭრის სარკეებში ასე მილიმეტრებში რაღაც ანუ ბედის რა ვიცი ანაბარად არის რაღაც მოტოზე ჩემი მოტოს გაბარიტები და ისე დავდივარ ახლა ხوار ვდებ ხოლმე ან ხوار ვეჭები რაც მანქანის მართვის მოწმობა ავიღე ცოტა ხნის წინ მე და ცოტა ხანი ვატარე ქალაქში მანქანა მივხვდი რომ სხვანაირად იყურებენ სხვანაირად აღიქვამენ და მაგის მერე ცოტა ტემპი დავაგდე ეს საომავლო გეგმებს შევეხეთ ერთ-ერთ წვიდა ძალიან მართლა ძალიან კაია რომ სპონსორის თემა რომ ესე ვთქვა გაგეჩითათ მეც იმ დღესო ვნახე და ხო ანუ ხო ბევრი შრომა ჩავდეთ იმაში იმიტომ რომ ძალიან ძვირიანი სპორტია რა და სპონსორის გარეშე მეც მინდოდა წელზე მეწყო და ვერ მოვაპირა ამ ყველაფერს თავი და კარგია რომ ამ სპორტით დაინტერესდნენ და რაღაცნაირად დებენ ამაშიც თავის ენერგიას და ბიუჯეტს რა იმიტომ რომ რა მომავლის სპორტია ესე ვფიქრობ რა ეხა იგავს ძალიან ხოდება ყოველი ეტაპი უკეთეს სტარდება თავი როდესაც დავიწყეთ სპონსორზე ფიქრი აი ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ვისოლამდე შეგვეძლო მისვლა ძალიან კარგი არის მართლა და ულევ წარმატებას გისურვებთ. ჩვენ დრაგსაც გადავიღებთ რა თქმა უნდა, როგორც ცეთ ჩვენ სულ ვაშუქებთ ხოლმე დრაგს და ჩვენი მხრიდან რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ეს სპორტი უფრო პოპულარული გავხადოთ. და რა ცოტა ხანში გელოდებით შეენც, იმიტომ რომ გოგოების ის კატეგორიაც ძალიან გააქტიურდა რა. ბოლო 2 წელი არის სულ top 16 სულ ისე თითქმის გოგოებში. იმიტომ რომ შარშან წინ დიდად ვერ იყო რაღაც მთლად დაალაგებული ორგანიზების თემაშიც ვერ იყო კარგად და ნუ მონაწილეებით ცოტა იყო და შარშან უკვე რაღაც წრიულზეც ცადეს დრაგზეც და კაია რა და თან გიწყობს მივესალმები ფიზიკურადაც მაგრამ წელს არა ხო აი ვილის რო ისოლი რა რჩევას მიცემდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს მოტოციკლეთის ტარებას, ახლა ფიქრობს, რომ საერთოდ შეიძინოს ბაიკი, რომ რაღაცნაირად გაუმარტივოთ ჩვენს რაღაც თავის შეცდომაზე რო აღარ ისწავლოს და რაღაც ჩვენ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია რა. ვურჩევდი რომ დაიწყონ რაც შეიძლება ნუ დაბალი ძრავით რა, ნინძა 300 იდეალურია, ნინძა 400 მაქსიმალური. ამ კუბადურობით ძალიან ბევრ შეცდომას აპატიას, ნუ ისაც გამძლე მოტოციკლეტი არის, ნაკლებად ფუჭებადია რა. და ნუ ერთი ნახევარი წელი მაინც მინიმუმ უნდა ყავდეთ მინიმუმ შეგას საინტერესო იქნება აი თან გოგოს მხრიდან და ნახული კიდე ხო აი ჩემადამ დაიწყო კაკას ნინძა 300 და იტყვის ბევრი შეცდომა მაპატია თვითონ ამ მოტომ და დავამატებდი ერთს ეკიპირებას ეხლა მე თვითონ ხშირად ესე ვთქვათ უგულებელ ყოფ და ალბათ ყველა რაიდერი ვინც არის დღეს თბილისში ყველა დავდივართ ეკიპირების გარეშე თუმცა უნდა ვთქვა რომ განსაკუთრებით დასაწყისში განსაკუთრებით დამწყებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სრული ეკიპირება სწორი ეკიპირება მაგით ვეშრამები აქ ზურგზე ყველა სხვადასხვა სიმენა ეს ეს მოსახვევის რა მაინტერესებს ცე ანუ მოტოციკლეტი ნუ რა თქმა უნდა ყოველდღიური გადაადგილების ტრანსპორტადაც გვაქვს სპორტისთვისაც გაქვს რა თქმა უნდა და მოტოციკლეტი თუ მოგზაურობ სადგი მოგზაურია რა სიამოვნებას თუ იღებ იმიტომ რომ სპორტბაიკით მოძრაობ ცოტა რთული არის მოგზაურობის მხრივ ანუ შოგზებზე არ ვარ ნუ დროს თემაში რა და მაქსიმუმ თბილისში თუ არ ჩამონასვლელი მოტოთი ბათუმში და ხშირად მეგობრებთან ერთად რაჭის პერევარზე დავდივართ ნაქერალას რა. ნუ კაი მოსახვევებია და ნუ ტრეკს გვისვლის ასე რომ მაგრამ ძალიან საშიში არის რაღაც მომენტები. შენ თუ მოგზაურობ? შარშან წავედით პირველად, ანუ ისე ნინჯა 300 რომ ყავდა, ნინჯა 300-თან დავდიოდი დავით გარეჯში, კახეთშიც ყოფილვარ ნინჯა 300-ით აი ჩემით მარტო ნამჟდარ ვარ და წავსულ ვარ. მიყვარდა რა თვითონ ქალაქ გარეთ წასვლა და ეხა ახალ მოტოზე უკვე რო გადავჯექებს ZX6R-ზე შარშან მედანინი წავედით ხიმშეშვილი წავედით ბათუმში. და ერთ-ერთი საუკეთესო თავგადასავალი იყო, იმიტომ რომ იმისთვისაც პირველი იყო, ახლა დისტანცია, ჩემთვისაც პირველი იყო, გზაში გაგვიწვიმდა, რა ვიცი, ყველა
ყველაფერი დაიტანეთ ხო ყველაფერი. ყველაფერი ამინდი გამოვიარეთ მე მგონი მიუხედავად იმისა რომ აგვისტო იყო და რა ვიცი ძალიან კარგი მოგზაურობა იყო ასევე უკან დაბრუნებაც 2 საათში და 45 წუთში ჩამოვედით ბათუმიდან და მოვალ წელს ალბათ ZX-10-ს გავტესტავ, ნახავ როგორია ლიტრიანი ციერული და თუ არ მომეწონება ისევ ZX-6-ს დავუბრუნდები, იმიტომ რომ ჩემთვის 600-იანში უალტერნატივოა. ხო არა, ZX ჩემთვისაც ეგრე არის. კომფორტია ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი და კომფორტს, სისწრაფეს, აჩქარებას, ყველაფერს მაძლევს ეს მოტო. 100-იანი უბრალოდ მინდა რომ პრაქტიკის ამბავში გამოვცადო, გავტესტო, ნახო. რო ეთხოვ ვინმეს ჯობია იდათხოვ. ერთად მოგზაურობა რამე არა. ერთხელ ჩამოვიდით თბილისში და ისე ვიჩვენებთ რომ მე აღარ მინდა. მე ცოტა ექსტრემალურად მიყვარს სიარული, ჩემს მას უფრო მათ რა ქვია, ფრთხილად რაღაც. ხო, უფრო ფრთხილად და ვიჩვენებთ იმაზე რომ მეთქი რა მანქანასავი დადიხარ, შეცად არ ვიხარ და ჩამოვიდით თბილისში და მეთქი მე მგონი მე ჯერ ერთად არ ვნავიაროთ. ჩვენ ვიდეოც რაც დასასრულისკენ მიდის, ძალიან ისეთ სასიამოვნო დიალოგი იყო, იმიტომ რომ ეს გაიცანიც ჩაწერაზე ზოგადად რა, მაქსიმუმ 40 წუთი გაგრძელდეს ხოლმე ისე ვილაპარაკეთ და რა ეხა მე მგონი რომ ძალიან გავერთეთ საუბარში და მოტოს თემა მოუწურავია ხო იცი? რა თქმა უნდა. თან ეხლა ვარ სამნი. ძირითადად თორნი ვარ ხოლმე. ხო ხელი დღე დამახაკდეს სამზე კვირაული გადაავა. თავისუფლად არის შესაძლებელი და გვექნება ჩვენ კიდე ამის საშუალებაც მე თუ სურვილი იქნება რაღაც პოდკასტში შეიძლება ჩვენთან უკვე აქტიურად დავიწყებთ ამაზე მუშაობასაც და იქ უფრო მეტი დრო გვექნება იმისთვის რომ მოტოციკლეტებზე უფრო ღრმად და საფუძვლიანად ვისაუბროთ რა. წარმატებებს გისურვებ ჩვენც იქ ვიქნებით და რავი აი თითქმის ყველას ვიცნობთ იქ ვინც არიან და ესე ვთქვათ ყველას წარმატება გვიხარია რა იმიტომ რომ რავი აი როგორი რაღაცა იცი რო უყურებ რომ აი ქართველი რაღაც რეკორდს ხსნის კიდე და იქ გახელა იყო იქ ის იყო იქ მინდა რომ ძალიან ბევრი იყოს ესეთი რა წარმატებებს გისურვებ ფილმზე შენს იმედია მალე ვნახავთ შენს სვეჭკას და ეს უკვე всё და დაიდროპა ეს ყველაფერი და ვიმახსოვრებთ და სუფთას მეჭკას. კარგი სანახავია, როცა ესეთი ადამიანი ყავს გვერდით, რომელიც ესე მაგრად გულშემატკივრობს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ემოციები გავთიშო იმ მომენტში, იმიტომ რომ ეხა ამის ექსტრემალური ნახვა, თუნდაც ის აქცევის ნახვა, როცა უყურებ ამას და ლაივში ხედავ, ძალიან რთულია, როცა შენ ძმას ეხება საქმე. და გარდა იმისა, რომ ბოლელია, შესაყვარელი ადამიანია და ვცდილობ მაქსიმალურად რომ ემოციები არ შემიჩნიო და აი ესე თქვა ჩემი აღელვება მასზე არ გადავიდეს, როდესაც ბოლოშია და როდესაც მაგასაც ისეთი ძალა სჭირდება რომ დამალო. ხო, აი ეს მიჭირს ხოლმე ძალიან, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად რომ ემოციებით არ დავსტრესო კიდევ უფრო მეტად. შეგხვდებით დრაგზე. და ნახოთ რა იქნება ძალიან საინტერესოა და იმედია მომავალში შურიშაზე შევხვდეთ მოგვიწევს მეც მაგის იმედი მაქვს რომ მოგვიწევს რა იქ შუქნიშაზე წერეთელზე და რაღაც კი არა რაღაცა დრაგზე იქ სადღაც რუსთავში ან ქუთაისში იმედია ქუთაისშიც ძალიან კარგი იქნება საინტერესო იქნება ძალიან რაღაცნაირად მეც მაქვს რა იმის мотиваცია რომ ეხლა ყველა დღეს ვინც დარბიან ჩემზე ბევრად გამოცდილები არიან და დაგჭაგრავთ რა წარმატებებს გისურვებთ რა თქვენ კიდე არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და რაღაცნაირად ეს გულები გავუსპამოთ ამ ხალხს და რაღაცნაირად წარმატებები უსურვოთ და უფრო მეტი мотиваცია მივუსვეთ იმისთვის რომ ეს ენერგია რომელიც აქვს ჩადონ ამ სპორტში და ერთად თუ ვეცდებით ამ ყველაფერს მე განვითარდება რა თქმა უნდა და გარდაუვალი იქნება წარმატება ამ სპორტის საქართველოშიც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ყველაფერი იქნება. შედეგი დავდოთ რა. აუცილებლად.